მე ვთხოვ რატის წარმოგვიდგინოს მომდევნო ნომინაცია. Маш ასე დაუბრუნდეთ ლიტერატურას ნომინაცია წლის საუკეთესო თარგმანი. ამ ნომინაციაზე წარდგენილნი არიან. მაია ბადრიძე, რობერტ მუზილის უთვისებო კაცი, წიგნი მეორე, გამომცემლობა დიოგენე, ლევან ბერძენიშვილი, არისტოფანეს კომედიები, ტომი მეოთხე, გამომცემლობა ლოგოს პრესი, ნათელა გავაშელი, ჩესლავ მილოშის ისას დაბლობი, გამომცემლობა ინტელექტი, ქეთი კანთარია, ჰენრი დევიდ თოროს უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება, გამომცემლობა სიესტა, ბელა შალვაშვილი, ფირდოუსის შაჰნამე, გამომცემლობა ნეკერი, გივი შაჰნაზარი, ნაჰაპეთ ქუჩაკის 101 ჰაირენი, გამომცემლობა ექსკლუზივ პრინტი, ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს ბარდის სახელი, გამომცემლობა დიოგენე, დავით წერედიანი, გოეთეს ფაუსტი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. ვთხოვ ჟიურის წევრს ბატონ ზურაბ კიკნაძეს გამოაცხადოს საბას გამარჯვებული საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში. გთხოვთ ბატონ ზურაბ. მაგს პატივი გამოაცხადო თარგმანის ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობა. ლიტერატურული პრემია საბა 2011 წლის საუკეთესო თარგმანისათვის გადაეცემა დავით წერედიანს. იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ფაუსტი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. маш ასე დავით წერედიანი, გოეთეს ფაუსტი. დიდი მადლობა ყველას, გოეთეს შათული სხვათა შორის და რა თქმა უნდა პირველ რიგში პრემიის დამაარსებლებს ძალიან გააცხოველა მართლაც ლიტერატურული პროცესი საქართველოში. მადლობთ და მადლობთ. მადლობთ. აი ნომინანტების მოგებ. შემდეგი ნომინაცია წლის საუკეთესო პროზაული კრებული, რომელშიც წარდგენილნი არიან. ზვიად კვარაცხელია, ყიფლიბანდი, გამომცემლობა ინტელექტი, ზურაბ ლეჟავა, სინახდე სიყალბისა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მიხო მოსულიშვილი, მადლის ქვა, გამომცემლობა სიესტა, დავით ქართველიშვილი, 6 სიზმარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ცირა ყურაშვილი, ხიზნები კომანის მონასტერთან, გამომცემლობა ინტელექტი, ბესო ხვედელიძე, წითელი, გამომცემლობა საუნჯე. ვთხოვ ჟიურის წევრს ბატონ ანდრო ბუაჩიძეს გაგვიმხილოს 2012 წლის საუკეთესო პროზაული კრებული და მისი ავტორი. მართლაც შესანიშნავმა წიგნმა მიიღო ეს პრემია, ჩემი აზრით რასაკვირველია. ლიტერატურული პრემია საბა 2011 წლის საუკეთესო პროზაული კრებულისთვის გადაეცემა ბესო ხვედელიძე. ბესო ხვედელიძე, წითელი. მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა, დღევანდელ დღეს პეტრე პავლობას გილოცავთ და ულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ლიტერატურა ძალიან უყვარს ამ დიდ ლიტერატურულ დღესასწაულს, ყველაზე კარგ და მნიშვნელოვან ლიტერატურულ დღესასწაულს დღესდღეობით საქართველოში. დიდი მადლობა ამ პრემიის ორგანიზატორებს და დიდი მადლობა
ჟიურის გამომცემლობა საუნჯეს. მადლობა ბესო. შემდეგი ნომინაცია წლის საუკეთესო პიესა. ამ ნომინაციაზე წარდგენილნი არიან გურამ ბათიაშვილი, მოქმედი პირნი და შემსრულებელნი. გამომცემლობა ლიტერატურული პალიტრა. ლაშა ბუღაძე, ნავიგატორი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. გურამ მეგრელიშვილი. ნაღალატებ ქმართა პირველადი დახმარებისა და მოღალატე ცოლთა რეაბილიტაციის ცენტრი. გამომცემლობა დიოგენი. ეს ნომინაცია, რომელიც ახლა რატომ გამოაცხადა, ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია. ეს თქვი შარშანაც საბას დაჯილდოების ცერემონიაზე, ამას ვიმეორებ წელსაც ვერ ვიქნები ორიგინალური, მნიშვნელოვანია როგორც მსახიობისთვის, როგორც თეატრალისტვის და ვფიქრობ, რომ შეიძლება აი ახლა ამ ნომინაციაში გამარჯვებულის პიესაში ვითამაშოთ კიდევაც, ან ის დაიდგას, ან რუსთაველის თეატრის სცენაზე, ან რომელიმე საქართველოს რომელიმე სცენაზე. მაშასე ვთხოვ ჯიურის წევრს ბატონ ბიძინა მაყაშვილს გამოაცხადოს საუკეთესო პიესის ნომინაციის გამარჯვებული. ვთხოვ. მოგესალმებით. ახალ საბა 2011 წლის საუკეთესო პიესისათვის გადაეცემა ლაშა ბუღაძეს. პიესა ნავიგატორი, გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის. ეს ლაშაშვილის მეოთხე საბა. იმედია ბოლო არ არის. დიდი მადლობა. მე ნამდვილად ვერაზოს არ მოვიდგენდი, რომ ყანჩელის მუსიკის ფონზე ამოვიდოდი რუსთაველის სცენაზე. ცოტა მონოლოგის თქმაც მომინდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო TBC Banks, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ჟიურის პერსონალურად ბიძინა მაყაშვილს, მამუკას რატის ემახსოვრებათ, რომ ბიძინა მაყაშვილი გახლავთ ნათლია საბასი ამ კონკურსს, რომ ასეთი შესანიშნავი სახელი ქვია, ეს ბიძინას დამსახურებაა. გვარი. და ხო, გვარი. ძალიან დიდი მადლობა ერთი სიტყვით და ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც მართლაც აქვს რწმენა სამსებით რეალისტური, რომ წიგნები უკეთესობისკენ შეცვლიან სამყაროს. დიდი მადლობა.